როდესაც დავფიქრდი მეც რომ როდის აისახა პირველად ჩვენი ასე ვთქვათ ეს სიტუაცია კონკრეტულ ადამიანებზე 2 წლის წინ, როდესაც პირველად იყო ინიცირებული კანონი, აგენტობის კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც გვეუბნებიან, რომ თურმე აქამდე გვეუბნებდნენ, რომ რუსული არ იყო და ამერიკული იყო და დღეს ამერიკულს ღებულობენ, ასე ვთქვათ, ინიცირება 2 წლის წინ, როდესაც დაინიცირდა, ჩვენ შეფერხდა, თავდაპირველად შეფერხდა და მე უკვე შეწყდა თანამშრომლობა სამთავრობო სტრუქტურებთან განსაკუთრებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, იმიტომ რომ სწორედ ამ ადამიანების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობამდე უნდა მიიტანო პირველ რიგში იმისთვის, რომ გაუმჯობესო პირობები, ხო, საყოფაცხოვრებო პირველადი საჭიროება, რაც აქვთ ადამიანებს, იქნება ეს გზა, ჯანდაცვაზე სერვისი თუ სხვა და შემდგომ ასევე პარალელურად მათი უფლებრივი მდგომარეობა. ამიტომ რეალურად უკვე 2 წელია ჩვენ ნორმალურად ვერ ვახორციელებთ იმ საქმიანობას, რასაც ვახორციელებდით დღემდე და შესაბამისად ჩვენი ბენეფიციარებიც დარწმუნებული ამას გრძნობენ, იმიტომ რომ ჩვენი ინტენსიური კომუნიკაცია როგორც გვქონდა და უშუალოდ იდენტიფიკაცია პრობლემების, ამ პრობლემების მიტანა ადგილობრივ თვითმმართველობამდე, გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონში ცვლილებებამდე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი შეწყვეტილია და გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია საერთოდ უკაცრავად, მაგრამ არა უკაცრავად არავის არ თქვამს, რომ სამოქალაქო სექტორის, ასე ვთქვათ, ჩართულობა საერთოდ ამოღებული იქნება კანონიდან. შესაბამისად, ჩვენ არავინ აღარაფერს არ გვეკითხება და ყველაფერი კარგად იცის და როდესაც საერთოდ ადამიანი თulis რომ ყველაფერი კარგად იცის, იქ უკვე ცუდათაა საქმე.